ვაპირებდი გაღიმებას და მაცოდი ახლა გავიზიარებ. სალამით მოგესალმებით ჩემო ძვირფასო თანა მე მამულენო თანა მე ინახენო თანა მეცხედრებო თანა და კიდევ ბევრი და ბევრი სხვადასხვა თანებო კუკის მუნიციპალური სასაფლაოსთან არსებული კუდრაჭული ტელევიზია მოგესალმებათ და ვიწყებ ჩვენს საშობაო გადაცემას ასეთ საშობაო გუნება განწყობილებულობით. დღეს თქვენთან ერთად იქნება მე ვიქნები მე ანუ ხო ვიცი მე კუდრაჭული ტელევიზიის ტელედიქტორი და საქვეყნოდ აღიარებული იხტიო ჟურნალისტი მაინრით კოთუა. დღეს ჩვენთან სტუდიაში ექსო პატისაცემო სტუდიები ყავს მოწვეული. ეხლა ჩამოგიდგეთ მათ ვინდინავს. ქალბატონი მერი თაკარიშვილი მის გვერდით ცნობებს მისი მეუღლე ქართველი მგოსანი დამგავებელი ვულკან შელი აი აქ ბუ უზის უკეთია ბატონი ელვიტა ქაჯოია ეს გახლავთ ბატონი ელვიტა გახლავთ ელვიტა რა პონტია თო რა ამჩევისან ქართული არის ეს რა წამების გარეშე თუ შეიძლება წამება რა პონტია ცილის წამება არა просто თქვი რა ელიტა მქვია ელვიტა რა ელვიტა ქალის ელვიტას ვიტყვი კი ელიტა ქაჯოია ქალბატონი ბალიტა დენდრანიული ახლა სიტყვა გადასცეთ ჩვენს პატისაცემო სტუმარს ბატონ ელიტა ქაჯოია ისმენ ბატონო სერდეჩნად მოგესალმებით ჩემო ერო ჩემო ქართველო ერო აუ ძმურად რაახლიდან რა შენა სარაცხამაცვი ახალ რაღაც პონჩი მივასება მინდა რომ გავიხადო ლაპარაკში თუ ეხავ კაი ახლა მივესალმები ყველას ვინც ხა გვიყურებს მივესალმებით მე და ჩემი მეგობრები არ ვიცნობ ამ ხალხს ჩვენი ხა ვართ რაღაცა ცანცარ კუდრაჭულ ტელევიზიაში კუკიაზე აზე ხარ თბილისს ვიზო 5 თითივი თუ არ დავიბადე გავიზარდე დეგუბანი თუ არ ზებობდა ვაფშე არ ვიცოდი თათუშკები მიყვებოდა ჩემი მეუღლე რაღაცას ახსენებდა ხოლმე ამ კუკიას მაგრამ რაღაც ისეთ პონჩი მიფიქრობდი რომ ლეგენდა რაღაცა სულ ნახეთ არ ყოფილა და
კაი უბანია, კაი ხალხს არ ვიცნობ ეხლა, მაგრამ კაი უბანია, ცოტა მაღლაა, მაგრამ ეტყობა სიკვდილიანობაა მაღალი, თო. აბა ამ ხელა სასაფლაო რა თქმა, მთელი უბანი სასაფლაო. ამდენი მკვდრები ჩვენ სასაფლაო ჩვენც აქვს აკვერაზე, მაგრამ ამდენი მკვდრები არ აქვს. მიხოცება ხალხი ალბათ რა, და მაგ პონჩი ვამბობ, რომ ეტყობა კლიმატია რაღაცა სხვანაირი. და აბა რა თუნდაც ამ ხელა სასაფლაო და ეხლა და მკვდარი. ეგ არის ხო? რა ვიცი, აბა ხა გილოცავთ რა ხალ, ჩემო ქართველო ხალხო. ეს წყალობა არ მოგაკლოთ ღმერთმა და ვაშენოთ რა ეს ჩვენი სამშობლო და ვიყვარდეს ჩვენი ერი პატივი ვცეთ და ვიცი ეგეთ პონჩი რა. ისე მე მქვია ელვიტა არის ქალის სახელი. ეხა ეთნოგრაფიული პოეტი ვულკან პოგრეშელი დამგოსთან. მოგესალმებით, ჩემო ძირფასო ტელემაყურებლებო, ძალიან მიხარია რომ ხვდებით კვლავ ერთმანეთს. მოგესალმებით ამ რაღაც საოცარი უცნაური ტელევიზიიდან, რომელსაც სუბუქოთ რომ თქვა უცნაური სახელი ქვია ოინბაზური ტელევიზია. Pontis მოგახსენებთ, ჩემო ბატონო მაინრიდ. თქვენი სახელით არანაკლებად უცნაურია, მომწონს. თუმცა მე ვის რა უნდა ვთქვა, მე ვულკანი მქვია და ვისი მაინრიდი უნდა გამიკვირდეს. თურმე ამ ტელევიზიას ოინბაზური კი არა, კუდრაჭული ქვია, კუდრაჭული ტელევიზია, კუკის სასაფლაოსთან არსებული. კუკია მე ძალიან მიყვარს ეს უბანი აქ ცხოვრობს ჩემი მეგობარი, ჩემი უსაყვარლესი უძირფასესი მეგობარი, ნუკრი თაკო თორნიკე. ნუკრი თორნიკე და მისი მეუღლე თაკო. ესენი ჩემი ძალიან ძირფასი ადამიანები არიან. ახლა მინდა თქვენ კი ყველას გილოცავთ რა თქმა უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა განსაკუთრებით უნდა მიულოცო მას, ვინც განსაკუთრებით გიყვარს. ვინ მიყვარს მე განსაკუთრებით? არა. მე განსაკუთრებით მიყვარს მე. რა თქმა უნდა მიყვარს სამშობლო და კიდევ ბევრი მეგობრები ასე შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს მერი და მას მინდა მიუძღვნა ლექსი, რომელიც არ მოусმენია ჯერ. ძალას მანიჭებს მე საქართველო. ცეკვა, სიმღერა, ბარი, მთა, ერი, მაგრამ მას უმთქებს მე ჩემი მერი, ჩემი მერკური, ჩემი ჰაერი. მოგეწონა გოგო, მოგეწონა. არაფერი არ გვანიჭებს ისეთ სიამოვნებას. როგორც ის, რომ ჩვენ ვანიჭებთ სიამოვნებას ჩვენთვის ძირფას ადამიანებს. გისურვებთ ძირფასო ადამიანებო, რომ ხშირად გქონდეს ამის საშუალება, რომ ჩვენს ძირფას ადამიანებს სიხარული მოვუტანოთ. ეხა შემდეგი სტუმარი ვულკან პოგრეშელის ცოლი მერი თაყა იშვილი. მადლობა მაინრიდ. მოგესალმებით. ადამიანებო, ძალიან უცნაურ გარემოში მოვხვდი აქ. პირველად ნახე, რომ ადამიანის სახელი და გვარი ერთად ქვია სახელად. ხო, მაინრიდი. ხო, ეს კაი ბიჭი ჩანს, მე მაინრიდი არ მიყვარს ის მაინრიდი. ხო, და გუში რომ ვიყავი აქ მოსული და გუში როდის ვიყავი? აქ კუდრაჭულ ტელევიზიაში. გუში ხო და ამ ოქროსფერი ფარდის ფიგური არ ჩანვარ მე ოქროსფერები მეჭო და დღეს ესე შავა დავწყვიალდი. ხო რა გამოვჩენილი ხარ, მე მგონი ხო უკეთად ჩანვარ ხო? ხო. ისა რა ვიცი გილოცავთ შობას, გისურვებთ რომ თქვენი ცხოვრება არ იყოს მოსაწყენი პირველ რიგში.
ბევრ გართობას, სურვილების, ოცნებების, ჩანაფიქრების, მონდომებების ყველაფრის შესრულებას, პირველეს ყოვლისა თქვენი საყვარელი ადამიანების დიდხანს სიცოცხლეს. კიდე რა უცნობ კიდე. დიდ სიყვარულს გისურვებ და ვულკის ასე ვიყო. ხო და ეხლა საიდუმლოს გაგაზრდა და ეხლა ვულკი გაგიზრდება. ეხლა ხო წამიკითხა ლექსი და ხო სიურპრიზი იყო და მეც გავსურპრაიზდით და გავსახდით ხო? გამსახტა ხო ვულკი. მაგრამ შინაძეს მოვიტყუე. ვიცოდი რომ ლექსი დამიწერა. არა, ვულკი მაცარი ცოტა რომ მე ვიცოდი. რომ მოვდოდი ძიგძაღად თავისოთ ახსოვ ჭღაპნიდო და რომ შევხედე იღიმებოდა რაღაცნაირად ეგრე იღიმება ხოლმე მარტო მაშინ როცა ჩემზე ფიქრობს საიდანვით და ვიცი ხო და მივხვდი რომ ლექს მიწერდა და მე გავიძურწე და დაუწერე ლექსი ვუკის ეხა წაგიკითხავ ბიჭო მომისმინე ხო აქ მიწერია ამბობენ რომ სიყვარული ასაკში ელფერს კარგავს ხოლმეო მე კი მიყვარხარ როგორც პირველ დღეს ჩემო ვულკანი ჩემო რომეო ალენი ვოვა ტონი კერტისი რედფორდი ჯონი ზურა უშანგი არც კი შევხედა მე მიყვარს მხოლოდ ჩემი ვულკანი ჩემი მუსტანგი მუსტანგი რა ვიცი რატომ მუსტანგი იმიტომ რომ ერითმებოდა უშანგის ერითმებოდა მუსტანგი და იმიტომ ახლა ვულკანი უშანგი კარგი მე ხო არა ვარ პოეტი მე მარტო დიასახლისი ვარ და მურაბების ხარშველი ბატონო დიახ ბატონო დალიდა მე ვალიდა ბოდიშ ვალიდა მე დალიდა მეგონა დიახ სახელები ახალგაზრდობაში თაყვანისმცემლები მყავდა და ახალგაზრდობაში მერეც ტონი კერტისი მოვწონდი ხო და მე არ მომიწონდა ალენი ნოხა ალენ დელონი ხო მეგობარია მაგრამ მაშინ ახალგაზრდობაში მეაჟიღებოდა არა ნატალის რო გაშორდა სანამ რომის შეირთავდა მაშინ ვიზეთ ლამაზი იყო რა თქმა მოქონდა მოსდიოდოთ გოგოს მაგრამ მე აღარ მომეწონა რა ვქნა ვოვა პუტინი ჯონი ლენონი ხო იოკოს მიტოვება უნდა და მე უარი ვთხარ უშანგი გაბადაძე ის არა გაქნა ნახი საბუდარელი ჭაბუკი ქუთაისელი ბიჭი იყო კარგი ბიჭი იყო ცოტა მაფერისტი იყო მე აი ვულკანი შენ არ იცნობ ჩამოსული იყო პარიზში აი გაჩერდი ხო ახლა ამოხეთქავს ეს ხო კაიფსა კარგად იყავით ახლა სიტყვას გადავცემთ ჩემს ძირფას და დაუძინებელ მეგობარს ქალბატონ ვალი და დენდრარიუმს დიახ მე უკვე მე-9 წელია მოღვაწეობ იტალიის ნახევარკუნძულზე როგორც მოგახსენეთ პარლამენტის საპატიო მდივანი ვარ. გვარით ჩემი რა თქმა უნდა ეს არ არის. გვარი რა რთული მისახედრე რომ დენდრარიუმი ფსევდონიმია. იტალიურ მოსახლეობას უჭირს ჩვენი ძირძველი ქართული ბგერების გამოთქმა. გაუწია ანგარიში რატომ დააწვალო ადამიანი და გადავიკეთე მიყვარს მუსიკა და ასეთი მუსიკალური ტერმინი დენდრარიუმი ავერჩი დიახ დენდრარიუმი მუსიკალური ტერმინია
თქვენ რა გეგონათ? არა ჩემი ბატონო ბოტანიკასთან არაფერი კავშირი არ აქვს. რას ნიშნავს? თუნდაც ნიშნავს გამომებარდა წავიდა. ოდიოს მიოს. იცით არ მახსოვს მე მუსიკალური განათლება ძალიან დიდი ხნის წინ დავამთავრე მუსიკალური სკოლა და აღარ მახსოვს რას ნიშნავს თავიდან ამომივარდა. დიახ მე კლასიკური მუსიკალური განათლება მაქვს მიღებული. დიახ. დედას დავყავდი გაბატონ ლამარა ვირსალაძესთან. იცით ალბათ. დიახ გაბატონი ლამარა ვირსალაძე ჩემი პედაგოგი იყო. დიდ მომავალს მიწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ასე აეწყო პოლიტიკას მიუძღვენი ჩემი ნიჭი და დღეს მოღვაწეობ აქ იტალიის ნახევარკუნძულზე. დიახ. ეს ქალი მომიღებს მე ბოლოს. არის სვენებს ხება. ადამიანს ხონდა ქონდა შეგნება იმდენ რომ ტელევიზიაში არ წამოყვე. არა შეთავსებით უვლი მოხუც გაჭირებული მოხუცია და ვუვლი. ახლა სხდომები პარლამენტის სხდომები ევროპარლამენტის სხდომები ყოველდღე ხომ არა გვაქვს თან მე საპატიო წევრი ვარ და ყოველ იმაზე არ მაწუხებენ. სი! ჩაჩა. ტაქსას სტასერა. გაიყვანეს მაგრამ. მადლობა გენაცვალე, მადლობა. ღმერთი გადაგიხდის მაგ სიკეთეს. ხო. ხო, რა ვიცი, გილოცავთ შობას. გისურვებთ რომ რას უსურვებთ ჩემ თავს, იმას გისურვებთ თქვენც, რომ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ჯვარდასმული სამშობლო, ჩვენი ღვაწლმოსილი ისტორია აგრძელებდეს თავის ასეთ ტრიუმფალურ სვლას მსოფლიოს გენეტიკურ თეორიათა კვარცხლბეკზე. ვისურვებდი რომ ჩვენ ქართველებმა ვისაუბროთ, ვიმეტყველოთ, ვიმუსლაიფოთ კარგი ქართულით, ნამდვილი ქართულით, ისეთი ქართულით, როგორიცაც იამაპე ღმერთად es Dios. როგორიცაც საუბრობდნენ დიდი ილია, დიდი გერონტი, დიდი, მოკლედ ყველა დიდები, როგორც საუბრობდნენ, რომ ჩვენც ვისაუბროთ ისე, რომ არ შევაწუხოთ ჩვენს წინაპართა ძლების მიერ დატოვებული გზებს, არ გადაუხვიოთ ჩვენი გენეტიკური დანიშნულებათა ჰარმონია მუდამ ასე გაშლილი იყოს უახლესი ისტორიის ფურცლებზე, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, რომ გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ მართლმადიდებლები, სისხლი გაშრა შენი ჯინა. რომ მოყვას, თვალში უნდა ჩახედო და მიხვდე რა აწუხებს, რა უნდა, რითი შეგიძლიათ დაეხმაროთ. იმას ხელებში კი არ უნდა უყურებდეთ, რა გამოვძალ და რა გავიცი ცნობიეროთ. პირიქით ჩვენ უნდა გავცნო. ეს არის რაიმე თავს მომაკვდინებს. დაგასხმევინებ ტვინს. გმადლობთ ჩემო მაინით, გმადლობთ მოწვევისთვის. მიმსახურეთ ყოველთვის და ყოველზამს. გმადლობთ. რა ენა გაქვს მაინით, შენ არ გაიხარე შენ. ძალიან დავიღალე. მომშვილა.
კაკაოს დალევის ისა მაქვს დრო.